მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო და მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებო. რუსთავი 2 კომედი გრუპი წარმოგიდგენთ ყველაზე სახალხო სახალისო შოუს გააცინე და მოიგე. ვისაც სურვილი აქვს რომ მოხდეს ჩვენს გადაცემაში გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები ჩვენს ელექტრონულ მისამართზე გააცინე ზაღლუკა რუსთავი 2.com ან მობძანდით ჩვენს მისამართზე სანდრო ეულის 5A ან დარეკეთ ტელეფონის რომელიც მითითებულია თქვენს ტელე ეკრანზე. ახლა კი დავიწყოთ. ჟიურის პატივცემული წევრები ნიკოლო ზარაბიძე და ზაქრო ინწკირველი გთხოვთ. შემოდით, მალე შემოდით. მობძანდით. როგორ ახართ, როგორ? გამარჯობა გიორგი. ერთი სული მაგ დავიწყოთ და ასე რომ როგორ ახართ განწყობა. უცებ რაშვებით გეგმები რა? აბა, ნუ გეგმების რა მოგახსენება და წეგან ფიქრობდი ეხლა ერთ დღეს ხო შეიძლება გავაკეთოთ ექსპერიმენტი ისეთი რომ ზორა დავსვათ ჩვენი გამომსვლელი ნებისმიერი ორი წევრი და მე რო გამოვიდე რა ხო შეიძლება ზარ მაგარი იქნება. ერთ 400 ლარს ხომ მოვიგე. შე პირდაპირ ფული გინდა? კი. 400 ლარს ვერ მოიგეთ ეს. რატო? ისე არიან ამაზე გაბრაზებულები არ ამგონია ვინმე გაუწია. ეგრეთ შეიძლება მოხდეს, მაგრამ აი ექსპერიმენტია მე ვიფიქრე. მაშინ 1000 ლარი აქვს მომსწრებული ის ჩავსვათ. ახე აბა დაალაგეს გეგმებით კაცო არ ამგონია რომ ვინმე ნიკაზე არის გაბრაზებული აქ ვინმე? არა, წასულა ესე იგი. წასულა. მე ვარ გაბრაზებული. რაღაც ერთიანი შეძახილი არ იყო, არა და 7 არ არის გაბრაზებული. არა დამაჯერებელი არ არის ხო დაგეძებს და დანარჩენს უყარხარ ყველა. შენი განწყობა როგორია? შვენიერი, მე დიდი სიამოვნებით მოვედი ისე გადაცემაში, სადაც ორ საქმეს ერთად აკეთებ. მაინც რას და რას? ესე იგი ერთია რომ იცინი, ხო მარტივი? არის კი. მეორე ფულით უშვებ ხავს სახლში. ან არ უშვებ ხავს, ეგეც არ ხვდები, არ უშვებ ხავს. ან უკვე თავად გამოსვლაზეა დამოკიდებული. როგორ იქნება? იქ ფული დევს ჩვენი ხელფასებიც დევს, ასე რომ გავუფრთხილდეთ, თუმცა ვიყოთ სამართლიანები. დაიკავეთ თქვენი აქტივები მეკიდები. და ჩემს ადგილს დავიკავეთ. აი ეს. დასხედით მეგობრებო, დასხედით. გამოვაცხადო პირველი გამომსვლელი და მონაწილე? თუ არა, ჯერ რაღაც საქმე გაქვთ. შეგვიძლია. მაშასე, პირველი მონაწილე თამაზ ხუნაშვილი. აპლოდისმენტები. გამარჯობა ბატონო თამაზ, გამარჯობა. მეკისე აბდალა ჰუსეინის სახელობის თეატრის დამაარსებელი ჟიმნი მებონიას ბაბუა დიმნი ზიმნის ზიანო ზიმნოვიჩ მებონია ჟიურის დამაყურებელს გესალმებით გაგიმარჯოთ ნებარდებით აღმოჩნდეთ ჩემი წიგნები მისიათ შესაბამისი ნებართვით რა თქმა უნდა გაიხარეთ იცოცხლეთ ფული გვაქვს და ნახე შეამოწმე ისე მართლა შეამოწმეთ დევს ხო მან არის საშუალება ცნობას მაურო ნამდვილად მაქვს უფლება გადმოგცეთ ეს არის ცნობა რომ ნამდვილად მაქვს უფლება გადმოგცეთ მაგარი ცნობა აქვს ნამდვილად აქვს უფლება ცნობა გაიხარეთ ყველაფერი წესრიგში მოდი ანკეტასაც გადავხედოთ ჩვენც გვინდა მოგესალმოთ ბატონო თამაზ განათლება გვაქვს საინტერესო ინჟინერი ბრძანდებით პირველი სპეციალობით მეორე ისტორიკოსი ტურიზმის სპეციალობით. ეს მონათესავე სპეციალობები რა შეარჩენთ, ანუ ჯერ გპი და მე უნივერსიტეტი. არა, მონათესავე ნამდვილად, იმიტომ რომ კერამიკოსი ვარ. და კერამიკა და არქეოლოგია და ნუ რაღაცები აქვს. საყვარელი სიმღერა გაქვთ მითითებული შოუ მაგარია. დიახ, დღეს წარმოგიდგენთ. დღეს იქნება ამის შესაძლებლობა. კარგი, მოდი მაშინ მოვთვალოთ დოლოდებით. ფიქრე შოუ must go on და მიშა მაგარია შოუ მაგარია რაღაცა. შოუ მაგარია, აი წარმოგიდგენთ. კარგი, რა ვიცი, შეგვიძლია დავიწყოთ. შეგვიძლია დავიწყოთ, ხო? ბატონო თამაზ, შესავალი თუ პირდაპირ ჩავთოთ? გიოჯან, ჯერ პატარა შესავალს გავაკეთებ, მე მიაჭირე მისაჭერს. მანიშნეს თქვენ როდის ჩავთ? მოსულა. ჩემი ხელობა ექსკურსია მძღოლობაა. შარშან 50 წელი შესრულდა რაც ჭრელაბანოსთან. მეიდანთან რო ხოხობია, იმასთან ვდგევარ და ვგიდობ. ჩემი მოთხრობები, ლექსების და ფარვანასავი თავსდაცრიალებს ამარემარეს. პერსონაჟები იქ მომუშავე ხელოსნები არიან. მწერალთა სახლში შემოქმედებითი საღამოს ქონდა და ფურსეტის ნაცვლად დამწრე საზოგადოება ფიროსმანის სახლ-მუზეუმში ექსკურსიაში დავპატეჟე კარგი მამაპაპორი ხინის გასატარებლად. ასე მოხვდით ქიზიყში მე და ჩემი მოთხრობის პერსონაჟები. ვიფიქრე სანამ ექსკურსიაში ჩავატარებ და სუფრა გაიშლება, რაიმე ახალ ფოლკლორულ მასალას შევაგროვებ მეთქი და ამიტომ ჩემსავით შავტუხა რა უყოთ რომ შავი ვარ, დამწვარი ვარ მზისაგან გენოტიპის ახალგაზრდებში გავიკითხე მათი გვარიშვილობისა და წარმომავლობის ავანჩავანი. იქნება ჩემი მშობლიური კუთხის გვარისკაცს გავესაუბრო და ნიკალა ფიროსმანაშვილზე წინაპრებისაგან გადმოცემული რაიმე ამბავი ჩავიწერო მეთქი, მაგრამ 50 ლარიანი შაბაშებით შენ და უკჭარ გიოჯანს. 3, 2,
1 მაგრამ ჩემს მიერ გაცნობილი 4-ვე შავტუხა ჯელი იქ ჩასიძებული მეგრელების შვილები ამოჩნდნენ და გამოკვეთილი მძიმე ქიზიყური კილოთი მიპასუხეს. ყვარა ცხელია, გვარა მია, კილა სონია, ღურწკაია, რაღაც ვიზავდი მე სწრაფად მოვირგე დიმნის მებონიას როლი და მათ ასე გავეცანი. ზიმნისზე ანუ ზიმნოვიჩ მებონია მეორე მოქმედების აი ასეთ ხიარულებაში გავატარეთ ფიროსმანობა დღე და გაქიზიყელებმა მეგრელებმა და გამეგრელებმა ქიზიყელებმა შესაბამისად ჩვენი გაცნობისაც შევსვით რა თქმა უნდა ფიროსმანის სადღეგრძელოსთან ერთად აი ამ ზედაშეზე აი ამ ხალხში აი ასეთ სუფრაზე აი ამ კოჭებში რომ გაეცინათ ხედავ ტოტის ღიოდან ხარა ღილაკს მეკილეს გაერგიმა შეკითხვა ჩემი შესავალი იყო გიგანტური 50 ლარი თქვენია გილოცავთ ეს ერთი პატარა შესავალს კიდე გავაკეთე აი ამ ხელასო აბა მაჩვენეთ რა აი ამ ხელასო გიგანტური შესავალი ძელი სიტყვა მოკლედით ვინ გამოდიხარ ჩემი შესავალი არ გამაგონოთ რამდენიმე ანუ ვაგზელებთ აი ამ ხელა ვაგზელებთ აი ამ ხელა შესავალი აი ამ ხელა შესავალი პატარა შესავალი აი ამ ხელა შიფტით დაწერილი აბა ისე არ გამოდის რა კარგი აბა გისმენთ ბატონება ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ბუთქუნას და თამადას უკვდავი დუეტი ერთხმაში ანუ ჩემს მიერ დაარსებული ერთი კაცის მექისი აბდალა ჰუსეინის სახელობის თეატრის ავანსად წარმატებული გასტროლი გააცენდა მოიგეს შოუში ჟიმნი შოუს სიმღერის ფონზე შოუში გელია ცოტა მასალი ფულები გველია გააცინე დამოიგეთელია ცხოვრება გიოჯან ხვედრია მოგება პედია ფული შოვნა თურმე ძალზე ძნელია ვახოა ბუთქუნაი ნიკაკი თამადაი მღერიან ამოდა ჩვენ ზღერი თამად აბა შენ დაუკარ გიოჯან ასლარიანი შაბაშებით 3 2 1 ამ შოუს თამადა რუმბივიც ქელია ჯიბეკი ჩირვით ხმელი და თხელია უცინართ ხელმწიფეს ჟიმნის თუ აცინებთ მოგებულს ფულს მოგცემთ დელიო დელია შოუში გელიან ფულები გველიან გაცინეთ დამოიგეთ დელია გაეცი ბოი აჰა ეხლა კარგია რაკი თქვენ ესე იგი წაიკითხეთ იქ რომ რომელი სიმღერა არისო ეხლა მე იმ შოუ მაგარია როგორია ეს სიმღერა იმას შესავლის როგორ გილოცავთ რომ 100 ლარი გაქვთ და ვაგზელებთ როგორ ხო და აი ამას ეხლა პატარა შესავალი და მე შოუ მაგარია როგორია ეს ისევ მანიშნეთ აბა ისევ ანიშნეთ აუცილებლად ჟიმნი მებონიას ამ ბუთქუნას და ნიკა კუტაისკის ანუ თამადას უკვდავი დუეტის ნამთრალევ ნაღიღინარი შოუ მაგარია შესრულებული ერთხმაში ზაფხული თუ ზამთარია დარია თუ ავდარია გაცინე და მოიგე შოუ მაგარია უმუშევრებსა გვასაქმებს დირექტორი გვარამია სიცილისთვის ფულებს ჩუქნის ჩქიმი ჟიმნი მებონია ჩაგვერთო მოკვდრე გასაგებია მაგრამ რადგან მარო იმის ცოლი სიცილს ისე მიეჩვია შოუს მერე სულ ხარხარებს განკურნება არ გონია შენ დაუკარ გიოჯან 200 ლარიანი შაბაშებით 3 2 1 უკეთესი სამსახური თემსოფლიოს არ ქონია რაც შოუში დაგვასაქმეთ ღიფზე მოგვედო ქონია აშთუმა სხვაგან ვინ მოგცემს ლარიც კი არ აგვიღია აკი ფული ცავსეს კივრი წამებშიც კი გაგვიღია 5,000 ლარსაც მოგცემს ჩქიმი ჟიბდი მებონია მთავარია გაცინოთ ისიც თქვენ ფერაბდალია აბდალების ამ ქარს უადგენ
ამ წყადარი არია უსტაბასო დამიჩიეს გავხდი მათის არქალია აი ესე ეს 200 ლარი ვარა კარგი სიმღერა არის რაიმე საკმაო სანამ არ გაგეცინება მანამდეა სულ მიდის ილოს უსილამდე კარგია 200 ლარი თქვენია გილოცავთ წინა შესავალი ძალიან ყველა დაკარგეთ იმიტომ რომ მათთან გამდით მაგრამ ექსკურსია მძღოლი ვარ და ეს პროფესიული ნაკლია ჩვევა კი მასწავლებლებსაც ესეთი ის კი ბატონო აბა გავაგზავნოთ სხვანაირად არ გამოდის ჩვენი ხელობა ეგეთი ანუ ვაგზელებთ ხო ხო ვაგზელებთ და 200 ლარზე ვართ 400-ზე ვთამაშობ 400-ზე ეს რომ არ წარმოვაჩინო მე არ შეიძლება იმიტომ რომ ეს არის კავკასიური ცარცის სპექტაკლიდან გააცედა მოიგე შოუს სცენაზე ჟიმნი მოგონიას არია და ახლა ეს რომ აუხერხულია რომ არ ვთქვათ იჩქარეთ ხალხო იჩქარეთ სწრაფად იჩქარეთ თორემ იჩქარეთ სწრაფად თორემ სხვა მოიგებს ას თუ მას გახარებს ბაღანას სწორთავ დროს და ლაი იცინეთ სწრაფად იცინეთ თორემ იცინეთ სწრაფად თორემ სხვა მოიგებს ფულს დაუჯერეთ ამკნარა შუაში ხომ არ გაახლეჭ აი ესეთი კავკასიურა ცარცისტრო გააცინე მოიგეს მიქსი გამოგივიდა იგივე ხო იყო რომ თან დაიწყო და ვერიცი ნუ არ ვიცი თავიდან ციცინები ახლა მიკითხო მაგრამ ხო შესავალი რა თქვი დამხელა და ეს რეკვიზიტები კიდე ამას ველოდები ეს 1000 ლარიანი ალბათ არა მე ხო თქვი ეს არის ექსკურსია მძღოლების ხო აი რეკვიზიტი უყურებ და ველოდები ყველას აქვს თავისი იქნება ადამიანს არ უნდა მარტო იდგეს უამისო ექსკურსიას ვერ ჩაატარებ არა ეს რეკვიზიტი არის თოფი რომელიც ბოლოს უნდა აი ეს ბოლოს გაიზიოთ თქვენია წინ არის 1000 ლარი აი ეხლა რა ვშვებით წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ მე ახლა ჯიბეში მაქვს 3500 წლის წინ არქეოლოგიურად დაპოვნი წამალი რომელიც აცინებდა მაშინაც ხალხს და ეხლაც უეჭველი გააცინებს ანუ ეს არის ღუტუნ შოუ და თანაც მინდა გაგაფრთხილოთ რომ ჭოჭი და ბროჭი ძველი ქართული სიტყვებია და საკეთსა და საგორავს ნიშნავს და სხვანაირად არ ჩამითვალოთ. რა თქმა უნდა. სწორია? სხვანაირად არ მოისმინოს ხალხმა. გაცინე და მოიგე სიმონ რაია ოტონ შოუთი მოგება გვიჯოვსკაია ოტონ შოუ იმითის ჯობს ჩემო ძამია 100%-ში გაცინებ სიბრძნე აია შეიძლება გიორჯან 1000 ლარიანი შაბაში 3-2-1 თუ ვერ გახსენ ბუსუსიან სათითურით კრიჭი ფეხის გულებს აუტეხე სათითურით ჭრიჭი თუ ამანაც ვერაცინათ შეუმოწმე ბროჭი განაფული ამ თავარია ჭოჭი კოჭებში რომ გაეცინათ ხედავ ტოტის ღიოდან ღილს კარაღილაკს მიაჭირე არ გამოგჩეს გიოჯან ულვაშებშიც ჩაეცინათ თუმცა სადაკ ულვაში გიოღილაკს მიაჭირე წილში ხარას თუმანში მაქსკივში რომ ფულებია არ მკითხულობ ვისია დავიჯერო თქვენც არ გინდათ 100 თუმნის ნისია ხო და თქვენც რა გენაღოლებათ ნისია ხომ სხვისია რასაც გასემ თქვენი არის შეასრულეთ მისია მე ნისია წიგს გაჩუქებ წიგნის სიტყვის ქვისლია ოფულობა პოეტების და როცა გავიდა სტუსიან ეს როგორი საინტერესო ლამაზი ხიარული კარგი მასალა იყო ძალიან ცუდად განაწილებული შესავლებმა დაგუპა მე ჩემს ძალიან საინტერესო ადამიანია ბატონი თამაზი უბრალოდ ჩემს კარგი იქნებოდა
ან 400 ლარზე შეგვეწყვიტა, ან რაღაც განვითარება ქონოდა ჩვენ გამოსვლას იმ ასპექტში, რომ 200 ლარზეც 400 ლარზეც იმ სიმღერებზე გაგვეცინა და 1000 ლარიან ტურში არაფერი იყო ისეთი ნათქვამი ახალი ჩემი აზრით და იგივე იყო ბატონო. ნამდვილად საინტერესო გამოსვლა იყო ბატონო თამას, თუმცა ჩემი აზრით რომ გამოგეყენებინათ შესავალი როგორც თამაში სიმღერაც მეორდებოდა რაღაცები მეორდებოდა, რომელსაც ეფექტი მიეცით თავიდან და მე დაეკარგა, იმიტომ რომ თქვით და 10 თვის დროს უკვე თავისთავად სხვანაირად გამეწყვა, ჩვენ სიახლე აღარ დარჩა ჩვენთვის რა. ერთი სიტყვით უღრმესი მადლობა, საინტერესო თამაში იყო. კიდევ გელოდებით ამ სცენაზე. მადლობა საჩუქრებისათვის, აპლოდისმენტები თქვენი. გააცინდა მოიგი არის ძალიან კარგი გადაცემა, ძალიან კარგად ვიხიარულებთ და ვისიამოვნებთ და ყველას მოვუწოდებ მიიღოს მონაწილეობა ამ თამაში და ისიც მიიღებს ძალიან ბევრ სიამოვნებას და სიხარულს. აი ასე, შეგვიძლია გავაგრძელოთ და ნახოთ შემდეგი მონაწილე რას შემოგთავაზებს, აი აქ. შორენა ეფრემიძე. გამარჯობა შორენა. გამარჯობა შორენა. გამარჯობა. მოგესალმებით, როგორ გძანდებით? კარგად, თქვენ როგორ გძანდებით? მადლობთ. შორენას ერთი პლუსია, ხაბა რა თუ იცი? გეპეი არ აქვს დამთავრებული, მაგრამ ქუთაისიდან არის. შენთვის ერთი პლუსია. ხო. ძალიან საინტერესო, ნუ აქ ალბათ შეცდომა, საყვარელი ქვეყანა პარიზი. რა თქმა უნდა. რესპუბლიკა თბილისი. დია. იმპერია პრაღა. საქმიანობაა ძალიან მომხიბლეთ. ხო. არაფერი. როგორც ძირითადად. სერიოზულად უმრავლესობა რასაც აკეთებს ადამიანებს იმას რა ქნას ახლა. აი, საინტერესო ადამიანი შორენა. რა ვიცი, ზაქროს თუ არაფერი შეკითხვა შეგვიძლია დავიწყოთ. დავიწყოთ. შორენა, შესავალი? არა, შესავალი შეგაიხარე. შესავალი თუ არა მე მივდივარ. მე მივდივარ, არც აღარ არის საინტერესო. მოვემზადოთ. 3 2 1 სახანძროს წინ სახლი სულ მთლიანად დაიწვა და დარჩა მხოლოდ ჩიშველი ბუხარი. დილით გაიღვიძეს მეხანძრება. რა დროსაც ერთმანეთს ეკითხებიან, ბიჭო, გახსოვს სახლი იდგა აქანე? ბიჭო, დაუშვა და სახლი არ იდგა, მაგრამ ერთი ეგი გამაგებია, ბუხარი თუ იყო აქანეო. ავღანეთში მსახურმა ჯარის კაცმა კარდონისგან კასკა გააკეთა, რადგან თავი მჩატეთ ეგრძნო. სადილის დროს კასკა დააკეცა და ჯიბეში ჩაიდო. ამ დროს ამერიკელმა შეისრო და იღრიალა, მეთაურო, რკინის კასკა ჩაიდო ჯიბეშიო. ჭიჭიკია ბიჭო თუ იცი კაცი რო ისაა ცოცხლად დასამარხი რო ისაა ბიჭო ცოცხლად დასამარხი და ცოლი რო ეტყვის მე მეფერეო და ქმარი რო ეუნება ჯერ დედაშენს ფეხებს დაუბანო ქუთაისში ავტობუსიდან გადმოვაგდე რაზე ზოგადად ჩემს ზოგადად ჭიჭიკია და წავიდა ზოგადად კაცო კარგია შორნა 50 ლარი გაქვს ვაგზელებ რა თქმა უნდა წინასწარი წარმატებებს გისურვებ აბა 3 აბა იქვე 2 და აიქვე სადღაც დატანტალებს ერთიც ქუთაისში ავტობუსთან გადმოაგდეს მეშოქში გახვეული ძაღლი იქვე მყოფმა ქალმა კივილი ატეხა გააჩერეთ ავტობუსიდან თიკანი გადმოაგდეთო ჩემ მეზობელი კუბუებს აკეთებდა შვილი ფსიქიურად ავადმყოფი ყავდა ერთ დღეს მამა ეუნება სერგო მე საქმეზე მივდივარ და მოვლენ და ეს ერთი დიდი კუბო გაატანეო და დაგიტოვებენ 80 მანეთსო კუბოს წასაღებად რომ მოვიდნენ მე კუბოვე შვილს მისცეს 2.50 მანეთიანი თან უთხრეს ბიჭიკო მაქედან 20 მანეთი ხურდა გვეკუთვნისო იმ ავადმყოფმა ბიჭმა უთხრა ბიძია ხურდა არ მაქვს და პატარა კუბოს გაგატან ხურდაშიო სვანს თავის ხურნას შეაწუხებს და მეორე ოთახში გავა ბათუმის მატარებელში ბათუმის მატარებელში პრავადნიკის გვერდით მე არ ვიცოდი არა გებეცები არ ვიცოდი მერაზე გამეცინა იცი ორ დიდი ისტორია შორის რომ ერთი პატარა იყო კარგია 100 ლარი გაქვს წინ 200 ლარია ანუ გავაგრძელებ მე ნუ მეკითხები მე გეკითხები შენ ანუ აგრძელებ კი გავაგრძელებ კარგი, მოვემზადოთ 3 2 1 ქუთაისში მეხაჭაბურემ და მებულკემ დასხეს ერთმანეთს. ორსული ქალი მოტოციკლეთით ბათუმის მატარებელში პრავადნიკის გვერდით მოთავსდნენ მოხუცი ცოლ-ქმარი. ღამით პრავადნიკს მათი კუპიდან ესმის: "უი, რა კარგია, კაცო, მთელი ღამე ეს სიტყვები გრძელდებოდა." პრავადნიკმაც გადაათენა მათთან ერთად. დილით კი მიმართა ცოლ-ქმარს: "რა აგიტყდათ მთელი ღამე? რას ბრძანებთ, ბატონო? რამ შეგაწუხათ? ერთმანეთს ზურგს ფხანდითო."
იყო ერთი მოხუცი როგორ ამოისურვა რა? შენ თვითონაც პირველად ხო არ გითხო? გეხოცები ის ვერ გავიგე რა. ქუთაისში მებულკემდა. მე ხაჭაპურემ დასწრეს ერთმანეთს. და მე ორსულიანი მოტოციკლეტით მოდიოდა. მორჩა, მან მორჩა. ასე არის. კი, დამთავრდა მან. მან დამთავრდა? სურიალიზმია, მაგრამ ფაქტია რომ გაგეცინა. 200 ლარი შენია. წინ 400 ლარია რა ვშვები? აღარა მაქვს მეტი ხუმრობები. ანუ ესე იგი მე მადლობა მე რომ გამეცინა. ანუ წვეთ თამაშს, წვეთ რა. იზოლებული ვარ შევწყვეტოთ, იმიტომ რომ გათავდა ხუმრობები და 200 ლარს დავკმაყოფილებ. აღარც ხუმრობები გვაქვს, აღარც ამბიციები ხო? არა, და ეს სწორად ხო და არის ხოს ადამიანი. გავიშოვსე. ესეც კარგი მაგალითია, მეგონი მაგალითია. ამოვიდეს 200 ლარი. კარგია. ოჩა. ოდენ იმდენად არ უნდა აქამდე მოსვლა მე ვაპირებ. მადლობა დიდი. გაიქარი, გამომერე შენ აპლოდისმენტებით გავასწრებ. კაბინეტის სახში ვარ სულ. ძალიან კარგი გადაცემა იყო და ვეცდები რომ კიდე მოვიდე აქ. მადლობა დიდი რუსთავიოს რომ მომაგებინა 200 ლარი. კარგი იყო 200 ლარი უცებ გაფრინდა სეიფიდან. ნახოთ შემდეგი მონაწილე რას იზავს. ბიძინა ნანობაშვილი. აპლოდისმენტები. გამარჯობა ბატონო, გამარჯობა. აი, ცენტრი დაიკავე. ცენტრი. გამარჯობათ. გამარჯობა ბატონო ბიძია. თქვენ ანკეტას გადავხედეთ და არ შემიძლია არ თქვა როგორი ადამიანია ბატონი ბიძინა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 3 აკადემიის აკადემიკოსი. დედა. მე მგონი სტუმართ მოყვარე კაცი ჩანს ბატონი ბიძინა ასევე ისეთი დეტალურად უწერია მისამართი მე მგონი გვეპატიჟება ყველა აუცილებლად სადარბაზოც კორპუსის ნომერი რა ვიცი მიკრორაიონზე და უბანზე რა ვიცი ძალიან სასიამოვნოა რომ გვესტუმრეთ ბატონო ბიძინა ჩვენ მოხარულია მირჩი ეს არ ვაპირებდი მაგრამ კოლეგებმა მეგობრებმა ვიდეო ეს აისაო და რა გავბედე მოვედი კი ბატონო ძალიან სასიამოვნოა რომ მოვძანდით მე წარმატებებინა გისურვოთ და ზაქროსაც თუ კი არაფერი აქვს შეკითხვა შეგვიძლია დავიწყო ბატონო ბიძინა წესები ვიცით ხო? კი. ხო, კი ბატონო, როგორ არის? ძალიან კარგი. ხო. ბატონო ბიძინა, წარმატებებს გისურვებთ, მოვემზადოთ 3 2 1. ჩემს პატარა ბიჯობაში მამა ჩემ ერთი უზნეო სუბუქყოფაქცევით როხა მოიყვანა სახში. მთელი დღეები ხანსა დაიკარგებოდა ხანსა და ჩვენ კი ვეძებდით. მამა ჩემი არაერთხელ დაიბარეს სოფლის საბჭოში და ურჩიეს რომ გაეყიდა მოეშორებინა, რადგან ძროხას ეკონა საკითხით გატეხილი, სახელი. საცა ღობეს გადაწყვეტილის ბაღბოსტანს განადგურებას ნახავდნენ, ყველა ჩვენ გვაბრალებდა. მე უთხარი მე მამა ჩემი დაიბარეს საბჭოში და ვითხრა, მაიცა ჩემი ძროხა აფუჭა და სხვისი ძროხა ბარამ, თოხამ, თუ როგორ აჭარ. ეხლა ერთხელ მახსოვს. ნიკოლოს გაეგიმა ბარამ, თოხამ. ხო, ეხლა რა იყო? გილოცავთ ბატონო ბიძინა 50 ლარი თქვენია. ხო, ეხლა ამით რა არის? ისიც ვეძებდით ზუსტად საპირველო მაისოთ და ეხლა სისხლის დუღილის პერიოდია მაისობა, ბუნებრივი ამბავია და 2 ახანა ჩალხან არდელეო ნათქვამია ჩვენი უბნის სათავეში ტყის პირას ბარდებში. ჩართო, ხოდრო. დავიწყეთ? ჩართო დრო. ხო. 3 2 სიჩუმე 1. ხო და ტყის პირას უბნის სათავეში ამ წვალებულ მდელოზე დავინახე გატლებული გოგო და ბიჭი უცნობ დღესაც არ ვიცი ვინ იყვნენ, არ ვიცი. ახლაც არ ვინ იყვნენ და კუები ვითიყურებოდნენ და უკვე მომაძაღლობას აპირებდნენ, მაგრამ ჩორ დაგვინახეს მაინც მოერიდათ ახლა ყოველ შემთხვევაში და მე ჩოლე განვაგდო ვერ დავინახე. მამა ჩემი ცნობის უყარი კაცი იყო, გაჩერდა და გამარჯობა. ვისები ხარ რა ის საქმე შველა ხო არ გიდათ. მაშინ მე ხო და მე უთხარი იმ ბიჭმა გამოკრახო და მე უთხარი კაცო რო ეუბნე ვისები ხარ დაძმანი ხარ იქნებდნენ მეთქი ას ქვია. ესე იგი პირდაპირ ესეთი რაღაც. ხო ეხლა ერთი რა. ერთმა ქალმა როცა ხო ნიკოლოს გაეგინა. დახმარება ხო ძალიან კარგი. ხوار დაგეხმაროთ, არა? აქვე ვიქნები. კარგია, ბატონო ბიძინა 100 ლარი თქვენია, წინ 200 ლარია. ხო. ეხლა მავღამზადებდი ხოლმე საერთოდ ბავშვებსა და კაპიკი არ ამიღია არც ეს არც შინაურს არც გარეულისაგან არაფერი. და ერთმა ქალმა ინსტიტუტში მაშინ ჩავთავ დროს 1 წუთი. 3 2 1.
ერთმა ქალმა ინსტიტუტში მომიყვანა თავისი ქალიშვილი, იმიზნით რომ იურიდიულზე უნდა ჩაებარებინა. მე უთხარი რომ აქ მარტო ასპირანტურა შაბარებენ მეთქი და ოღონდ მე ეწყვე და მანდი ყურა. მე სხვადასხვა ჩვენ მომზადებული ყოველთვის თუმცა გამოსე 5 წელს ღებულობდან დაეწყობდა კიდეც მაგრამ არ ვიგნა ფული რა მიღია. მე ერთხელ ჩვენებური გამოთქვა რომ ვიხმაროთ ქები ძირი გააგდებინ და თავის გოგოს დედამ მასწავლებლებს იმგვარ კითხვებს ადლევს რომ ვერ პასუხობენ. ცოტა არ იყოს დავეჭი და გალიშვილს კითხე. ვახუშტი ბაგრატიონის სხვა ნაირად როგორაც ცნობილი მეთქი და იფიქრა და ვახუშტი კოტეტიშვილიო. არა მაგარია. და დაფიქრებულმა ვახუშტი. არა, ვახუშტი კოტეტიშვილიო. მე რა იყო? ახლა კარგია, ბატონო ბიზინა. 200 ლარით თქვენიან, ძალიან კარგად მიდიხართ. წინ 400 ლარია. თამაში. აი ახლა კი არა, რა ვიცი ახლა აი როგორ გითხრათ, ასეთი მსგავსი რაღაცები ბევრი მაქვს და ამ 200 ლარზე გავჩერდები კიდე. ანუ კიდე შეგიძლიათ ერთი წაგიკითხოთ ისე უთასოთ რაღაცა საჩუქრად. საინტერესო ადამიანის ანდები. ილია ჭავჭავაძე, ერთი გოგო მეუბნება. ილია ჭავჭავაძე იყო ქართული მწერლობის მამათმავალიო. უბრალოდ რაღაცა იმაკ ესეთი, თუ რა ვიცი, მე მოვორჩები კი ბატონო მაგას. ისე ბატონო. შვენიერი გამოსვალი მასწავლებელი თქვენ. აი როცეში და გადავწე დამსახურებული 200 ლარი ბატონო. ორგანიზ ფასალდა. კარგი. დანარჩენგეთ. კი ბატონო, აიხარეთ და დიდი მოგ. აიხარეთ ვერიქით ბატონო რომ გვესურვებ. აიხარეთ გამოიწვევთ გავაცნოთ ბატონო. ახლა მე მეტი აღარ გავაგრძელე, ის 200 ლარს დავჯერდი, იმიტომ რომ ბევრი მაქვს ძალიან მართალია, მაგრამ მე როცა გეტყვიან რომ კიდევ გოჩენთოი ფხილი კაცსა ვარ და ამიტომ ესე გავაკეთე არჩევანი რომ 200 ლარს დავჯერდი. შემდეგი მონაწილე ელენე ბუჩუკური, აპლოდისმენტები. გამარჯობა გამარჯობა. აი ხო ცენტრი დაიკავოთ. გამარჯობათ ქალბატონო ელენე. გამარჯობათ. მოგესალმებით. აბა რა ხანაკამდე ჩამვედ. კარგად ვიქნები. დუშეთიდან მზადდებით. ჟინვალიდან. საქმიანობა თოხი და ბარი. ხო. მეტი არაფერი მისწავლია. საყვარელი ქვეყანა საქართველო. საყვარელი სიმღერა თუშური. ყველაზე მხიარული ადამიანი რომელსაც იზნობთ ვასიკო ფხაკაძე. ძალიან. ხოდა გაგიცინოთ ვასიკო ფხაკაძე. მოგახვალთ გარეთ. რა ვქნა. რა ვიცი ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. დიდი მადლობა. ზაქრო ბატონსაც თუ კი არაფერი აქვს შეკითხვა შეგვიძლია დავიწყოთ. კარგია. ქალბატონო ელენე, წესები ვიცით? წესები ვიცით. შესავალი თუ ჩავთო დრო? არაფერი შესავალი არ მაქვს. პირდაპირ ჩავთო დრო. აბა წარმატებებს გისურვებთ. მოვემზადოთ 3 2 1 მიქაელ გაბრიელმა იმდენი მდია დაიღალა და ეხლა მესიჯებსაც წეს გამოგიარო. გილოცავთ ქალბატონო ელენე 50 ლარი თქვენია. გენიალური დასაწყისია. ვაგრძელებთ თამაშს? ვაგრძელებ. გავაგრძელოთ. სიჩუმე დარბაზში. ძალიან კარგი დასაწყისი. მოვემზადოთ 3 2 1 ერთ ქალსა ქონდა გამოუცვლელი ქალი იყო და მივიდნენ მეზობლე მუთხეს რაღაც ბეჭავი. მაღაზიაში შადიოდა ლიფი იყიდე ბუზგალტერიო რო ჩაეცო მკერდი კარგად დაგიდგესო. ადგა ეს ქალი მივიდა მაღაზიაში და ბუზგალტერი მომესწიო უთხრა თუ გაქვო. ბულდოზერი. ქალბატონო ბულდოზერი არ არის მაგრამ დირექტორიაო. რა მნიშვნელობა აქვს მკერდი კარგად დამიდგესო უთხრა ვინ წინდა იყოს. კარგი ისტორიებია, შვენიერი. გილოცავთ, ქალბატონო ელენე, გილოცავთ 100 ლარი თქვენია. 100 ლარი თქვენია. ვაგრძელებთ თამაშს? ვაგრძელებთ. ვაგრძელებთ. აბა მოვემზადოთ 3 2 და 1.
ავტობუსში კაცმა უთხრა ქალსა, ჩაიწვიე ქალო, უნდა ამოვიდეო. შეგატიალებულო შენ, როგორ მივედა მე? ჩემ ქმარს არ უთქვია ჩაიწვიეო. ერთ ქალსა საჭდომზე ქონდა პარალიჩი. ბევრი მკურნალო მე არ გამიგონია. მე არ გამიგონია ეგეთი არა. საჭდომზე პარალიჩი გამიგონია. არ ვიცი, მაგრამ ალბათ არის. გილოცავთ ქალბატონო. 200 ლარი თქვენია. როდადი ხარ ერთი გაჩერებული. 200 ლარი თქვენია. წინ არის 400 ლარი. დიახ. აბა კარგად დაფიქრდით. თამაშობთ. გავნაგრძავ. თქვენი ნება წარმატებებს გისურვებთ. სიჩუმე დარბაზში მოვემზადოთ 3 2 1 მეზობელ ქალსა 20-ის კაცმა შეშა დაუჭრა. ამ ქალმა გაუმზადა თავუძმე რა საჭმელდა მივიდა და დაპატიჟა მოდიო და შევძაკოს თქდეთო. არ მინდა ქალბატონო უთხრა მე დილასთაკეთ შევასკუპდიო. მეგარ გადავშე. ნუნერვილობთ ჯერ დრო არის ნუნერვილობთ. არ მინდა გენათოლე დილთა დღე შეგასკუპდი. ჩემ შვილს მივყავდი მანქანით ბაზარში ნათნობი შემოხვდა წინ და გააჩერა. ნეხვი ყრია ოგზაზეო უთხრა. ჩემი წეგონა მეხუმრებაო. კარგია, ქალბატონო ელენე, პირველ რიგში გილოცავთ. 400 ლარი გაქვთ. ეხლა მინდა რჩევა მოგცეთ. ეხლა? ამათი გაცინება არის ურთულესი 1000 ლარზე. ძალიან რთულია. დაფიქრდით, 400 ლარის აღება არ არის ცუდი. კიდე ვაგრძელებ. მაინც კარგი, რო დავკარგოთ 400 ლარი მერე რა ვქნა. აბა დავკარგო გუშინ არ მქონია თავი არ მომიკლია. აკ მაგაზია. სიჩუმე ბოდიში დარბაზში სიჩუმე. ერთუთი. აი მოძებნე, დაგაცდით რამდენი ხანის დაგჭირდებათ. ზადავართ. ჩართე. აბა წარმატებებს გისურვებთ. 3 2 1 ბიზნესი რომ ჯეროდა ეხლა ნანუ თავში ვიცე. ვოთინე ამ თავრობის სამხედავმა დაცოცხალი დავიფიცე. ვოთინების ბლოკს ხმას კი არა ჩემ თავს მივცემო. არ გაგეცი. ერთ ქალსა ბევრ ქალად ამოვაქციე ანჭლობა მშვიდობაშია ბევრმა დამლოცა გულითა მოხმარდეს მშვიდობაშია ნეტაინ შაგეხსნებოდეს ჩავდები კიდობანშია სასადილოში ზის მოკაიფე ფშაველი შევიდნენ მამა და შვილი აგეცინა აგეცინა გადავჭით, მაგრად გადავჭით, გაგეღიმა მოკაიფე ფშაველზე. ქალბატონო ელენე, გილოცავთ, 1000 ლარი თქვენია, აი ეს აპლოდისმენტებიც თქვენია. მადლობა დიდი, მადლობა. გაიგო, ძერითი და გამოვიდა 1000 ლარი. დათვალე, კარგად დათვალე. მან არ შეხვდა ჩვენო. ირადო გავა. ეს მოგებაჭერა ჩემი საჩუქარია თქვენგა. ენგენა ძალიან გასაფასებელი იყო ბოლოს, როგორი გადაწყვეტილება. მამაცი და გაიხარა. ალბათ ის თვითონ შეუჩერდა რომ შეეცდა, ხალხი ვადა.
ძალიან მომეწონა, კაი გადაცემა არის. ყოველღამე უყურებ და ღმერთს ვახვეწებ, რომ თუ ესე ბედნურად ითამაშონ და იცინონ შვილო. მოდი. შევაჯამოთ დღევანდელი გადაცემა. ჯერ დავთვალოთ რამდენი გავიდა სეიფიდან. 1400 ლარი. 200 ლარი გავიდა, ერთი 400 ლარიც გავიდა, არა? 2 200 და ერთი 1000. 1400 ლარი მშვენიერია. რას იტყვის? მე მადლობა მინდა ყველა გამოსვლელს გადაუხადო ტრადიციისამებრ და რამოდენიმე მათგანის გამორჩა მე ვთქვი რომ დღეს ძალიან საინტერესო და კარგი დღე იყო. ნუ მინდა ქალბატონი სახელი გამახსენეთ. ქალბატონი ელენე, ხო? ქალბატონი ელენე, რომელმაც 1000 ლარი მოიგო. ძალიან საინტერესო ქალბატონი იყო და მე ბევრ ახალგაზრდასაც ურჩევდი რომ მსგავსი რაღაცები. თუმცა ვიტყვი რომ გავმეორდები და ვიტყვი რომ რაღაც სტრატეგიულად არ ქონდა ეს ხუმრობები დალაგებული და ბეწოზე გადარჩა ასე ვიტყვი. მაგრამ მაინც საინტერესო ადამიანი ძალიან შაველმა მოკაიფემ გადარჩა. გული დამწყდა ძალიან ბატონ თამაზზე, რომელმაც ვერ მოიგო თანხა და პირველი გამოსვლა. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ბატონი ბიძინა, რომელიც ძალიან საინტერესო ადამიანი ბრძანდება და ძალიან ვიხალისე მის გამოსვლაზე და ასე ალბათ ჩვენი ტელემაყურებელი. ზოგადად კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, დამსწრე საზოგადოებას, ტელემაყურებელს, გაიხარეთ მადლობელი ვარ დღევანდელი დღისთვის პირადად მე. მე მადლობის მეტი რა მეთქმის. მადლობა თქვენ რომ ხართ ესეთი ობიექტურები. მადლობა თქვენ რომ ჩვენთან ერთად გაატარეთ მთელი ეს გადაცემა და მე შევახსენებ უბრალოდ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს გადაცემა საერთოდ ვაყურს ადევნებდა და უნდა რომ აქ იყოს. მარტივი სამი გზა არსებობს. პირველი, უნდა გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები ჩვენს ელექტრონულ მისამართზე, გააცინეთ ზაღლუკა რუსთავი 2.com. მეორე, გარეკო ტელეფონის ნომერზე, რომელიც მითითებულია თქვენს ტელეეკრანზე, ან მესამე მობრძანდეთ ჩვენთან სანდრო ეულის 5A. ჩვენ რამდენიმე დღით გემშვიდობებით. ნახვამდის.